გამარჯობა, მე თამარი ვარ და დღეს ვისაუბრებ ჯანსაღ კვებაზე, რომელზეც ჯანმრთელობის 80%-ია დამოკიდებული. მოემზადეთ და დავიწყოთ ვიდეო. იცი რა არის ყველაზე საშიში ამ ვიდეოში? ის, რომ ახლა რაზეც გეტყვი, შენ სახლში არის, ახლაც, სამზარეულოში, მაცივარში, სადილის მაგიდაზე და ყოველდღე ჭამ, ოჯახსაც ასჭამ და ვერავინ გეუბნება, არც ექიმი, არც მეზობელი, არც ვინმე, რადგან ეს ნელა მუშაობს, ისე ნელა, რომ ვერ ამჩნევ, სანამ გვიანი არ გახდება. დღეს ვისაუბრებ 5 პროდუქტზე, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ სისტემატურად, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ანადგურებს ღვიძლს, ის ორგანო, რომელიც შენი სხეულის ქიმიური ქარხანაა, ის ორგანო, რომელსაც ტკივილი არ სტკივა, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ გახდება. ბოლომდე ნახე ეს ვიდეო, რადგან მეხუთე პროდუქტი ყველაზე მოულოდნელია. ის ყველა სახლშია, ითვლება სასარგებლოდ და ქართველები განსაკუთრებით ბევრს მოიხმარენ. ბოლომდე მოასწარი. პირველ რიგში 2 წუთი ღვიძლზე. არა იმიტომ, რომ მოგბეზრო, არამედ იმიტომ, რომ სანამ გეტყვი რა ანადგურებს მას, უნდა გაიგო რას კარგავ, როცა ის ვერ მუშაობს. ღვიძლი შენი სხეულის ყველაზე შრომის მოყვარე ორგანოა. ის ასრულებს 500-ზე მეტ ფუნქციას, 500-ზე მეტს. ის ასუფთავებს სისხლს ტოქსინებისგან, ამუშავებს ცხიმებს, ინახავს ენერგიას, აწარმოებს ნაღველს საჭმლის მოსანელებლად, არეგულირებს ქოლესტერინს, ამუშავებს ჰორმონებს, ეხმარება შენს იმუნიტეტს. ყველა ეს ერთდროულად, გაუჩერებლად, სანამ ძინავს, სანამ მუშაობ, სანამ ჭამ. და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, ღვიძლს ტკივილის რეცეპტორები არა აქვს, ანუ ის ვერ გტკენს, ვერ გეტყვის, რომ ავად არის. ამიტომ ადამიანების 80% ღვიძლის დაავადებით ვერ ამჩნევს სიმპტომებს წლების განმავლობაში. და სანამ ამჩნევს, ხშირად უკვე ძალიან სერიოზული სიტუაციაა. ასე რომ ახლა ყოველი პროდუქტი, რომელზეც ვილაპარაკებ, მიიღე სერიოზულად, არ გადართო. ეს ინფორმაცია შესაძლოა ერთ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს შენთვის. პირველი პროდუქტი, შაქრიანი სასმელები, ჩვეულებრივი გაზიანი სასმელი, ლიმონათი, აკეტური წვენი, ბუნებრივი ხილი სასმელი. ისინი ყველა ერთ კატეგორიაში ხვდებიან, თხევადი შაქარი, რომელიც პირდაპირ ღვიძლში მიდის. მოდი ავხსნა როგორ. ჩვეულებრივი შაქარი შედგება გლუკოზისა და ფრუქტოზისგან. გლუკოზას ყველა ორგანო იყენებს ენერგიად, ფრუქტოზა კი მხოლოდ ღვიძლი ამუშავებს. ანუ ყოველი ჭიქა ტკბილი სასმელი ღვიძლისთვის ცალკე სამუშაოა და როცა ეს ფრუქტოზა ძალიან ბევრია, ღვიძლი მას ვერ ამუშავებს სრულყოფილად, გარდაქმნის ცხიმად და ინახავს საკუთარ თავში. ამას ეძახიან ღვიძლის გაცხიმოვნებას, ან სამედიცინო ტერმინით ნონ-ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება. ერთი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Hepatology-ში, აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 2 ან მეტ ტკბილ სასმელს სვამენ, 1,6-ჯერ უფრო მეტი რისკი აქვთ ღვიძლის გაცხიმოვნებისთვის, ვიდრე ისინი, ვინც არ სვამენ. ქართველები კი, და ეს ჩვენი კულტურული პრობლემაა, ბავშვს ტკბილ სასმელს ასმევენ, სადილზე, ვახშამზე, სტუმრობაში, დღესასწაულზე. ეს ბავშვი იზრდება და ეს ჩვევა რჩება. და 20-25 წელს ექიმი ეუბნება, ღვიძლი გაცხიმოვნებული გაქვსო. რა გააკეთო? სრულად არ უნდა მოიშალო ცხოვერება, მაგრამ ტკბილი სასმელი ყოველდღიური ჩვევიდან უნდა გამოიდო. წყალი, ჩაი, ბუნებრივი ლიმონის წყალი, ეს არის ალტერნატივა. სულ ეს. მეორე პროდუქტი, გადამუშავებული საკვები და ტრანსცხიმები ფასტ-ფუდი, პაკეტის ჩიფსი, მარინადებული პროდუქტები, გამზადებული სოუსები, კრეკერი, ნამცხვარი სუპერმარკეტიდან. ეს ყველაფერი ერთი რამის გამო არის საშიში, ტრანსცხიმები. ტრანსცხიმი ხელოვნურად შექმნილი ცხიმია, რომელიც საკვებს ხანგრძლივ შენახვას აძლევს. ის ყველაზე ცუდი ტიპის ცხიმია, რაც ოდესმე შეიყვანე შენს ორგანიზმში. მეცნიერება ამის შესახებ ერთხმიანია. ტრანსცხიმი ღვიძლში ანთებას იწვევს, უბლოკავს ღვიძლის ფერმენტებს, ხელს უშლის ჭარბი ცხიმის გამოდევნას. დროთა განმავლობაში ის ღვიძლის ფიბროს, ანუ ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ფიბროზი კი, თუ არ გამოსწორდა, პროგრესირებს ციროზამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ის ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, მე ვჭამ ამას, მაგრამ ვარჯიშობ, ასე რომ პრობლემა არ მაქვს.
ვარჯიში ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ეხმარება წონის კონტროლს, მაგრამ ღვიძლში შეღწეული ტრანსცხიმის ზიანი ვარჯიშით ბოლომდე არ ნეიტრალიზდება. პაკეტზე როგორ ამოიცნო? ეძებე სიტყვებს: ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული ზეთი, partially hydrogenated oil, vegetable shortening. ეს ყველა ტრანსცხიმია. ბევრი კომპანია წერს 0 ტრანსცხიმი, მაგრამ კანონი იძლევა ამ მარკირების საშუალებას, თუ ერთ პორციაში 0,5 გრამზე ნაკლებია. ანუ თუ 2-3 პორციას ჭამ, ტრანსცხიმი მაინც შედის. მესამე პროდუქტი, ალკოჰოლი, განსაკუთრებით ქართულ კონტექსტში ვიცი, ეს ნაწილი ზოგისთვის მოულოდნელი არ იქნება, მაგრამ ალბათ არ იცი ზუსტად როგორ მუშაობს. ალკოჰოლი 100% ღვიძლი ამუშავებს. ეს მისი ექსკლუზიური უფლება-მოვალეობაა. ალკოჰოლის გადამუშავებისას გამოიყოფა ტოქსიური ნივთიერება, აცეტალდეჰიდი, რომელიც პირდაპირ აზიანებს ღვიძლის უჯრედებს. ღვიძლი ბრძოლობს, ახდენს გარკვეულ თვითრეგენერაციას, მაგრამ ყოველი ეპიზოდი, თუნდაც ზომიერი სმა, მიკროზიანს ტოვებს. ახლა ქართული კონტექსტი. ქართველი კაცის საშუალო ალკოჰოლის მოხმარება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, გვაქვს ღვინო, გვაქვს სუფრა, გვაქვს ტამადა. ეს კულტურის ნაწილია. მე არ ვამბობ დაასრულე ღვინო, ვამბობ გაიგე რა ხდება. გაიგე რომ კვირაში 3-4 ჯერ ალკოჰოლი, თუნდაც 1-2 ჭიქა, ღვიძლს რეგენერაციის საშუალებას არ აძლევს. ის ვერ ახერხებს სრულყოფილ აღდგენას. ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება 3 ეტაპს გადის. პირველი, ცხიმოვანი ღვიძლი, რომელიც შებრუნებადია თუ ადრე გამოვასწორეთ. მეორე, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ანთებითი პროცესი. მესამე, ციროზი, სადაც ნაწიბუროვანი ქსოვილი ცვლის ჯამრთელ ქსოვილს. ციროზი შეუქცევადია. მეოთხე პროდუქტი, მარილი და ჭარბი ნატრიუმი, ეს ბევრისთვის სიახლე იქნება. ჩვეულებრივ, მარილი გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან ასოცირდება, წნევა, ინსულტი, მაგრამ ბოლო წლების კვლევები ღვიძლსაც ამატებენ სიაში. ჭარბი ნატრიუმი ღვიძლში ანთებითი პროცესის გამომწვევი ფაქტორია. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი ნატრიუმის დიეტა აძლიერებს ღვიძლის ფიბროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღვიძლი უკვე სხვა ფაქტორებიდანაც, ცხიმი, შაქარი დაზიანებულია. ქართულ სამზარეულოში მარილი ყველგანაა, მჟავეებში, წნილში, გადამუშავებულ ხორცში, ყველში, სოიოს соуსში. ჩვენ გვიყვარს ძლიერი გემო. კი, მჟავე მწნილი სასარგებლოა, მაგრამ მასში ნატრიუმის რაოდენობა ძალიან მაღალია. ყველას, განსაკუთრებით სულგუნს ასევე. საშუალო ქართველი ეტვი მეპარება 2-RANG 3-ჯერ მეტ ნატრიუმს იღებს, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს. კარგი სიახლე, ნატრიუმის შემცირება ღვიძლზე ეფექტს საკმაოდ სწრაფად ახდენს, ანუ ეს ცვლილება ადრევე ეხმარება, სულ რამდენიმე კვირაში. მეხუთე პროდუქტი და ის მოულოდნელი გახლდათ ეს პროდუქტი ჯანმრთელად ითვლება. ამბობენ, ბუნებრივია, ვიტამინებია, სასარგებლოა. ქართველები განსაკუთრებულად ბევრს ჭამენ, ზოგი ყოველდღე და ბევრი ოჯახი ბავშვსაც ასჭამს. ეს არის გადამუშავებული, ინდუსტრიული, თაფლი და ყოღმაჩო კომბინაციაში ფრუქტოზით გაჯერებული ბუნებრივი დამატკბობლები და განსაკუთრებით სიმინდის მაღალ ფრუქტოზიანი სიროფი. მაგრამ ვისაუბრებ კონკრეტულ ყოველდღიურ ქართულ ჩვევაზე, თაფლი ჭარბი რაოდენობით. ვიცი, გაგიკვირდა. თაფლი, ის ხომ ბუნებრივია, ის ხომ სასარგებლოა, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტებით სავსე. ყველა ეს სიმართლეა, პრობლემა რაოდენობაშია. ბუნებრივი თაფლი შეიცავს 38-40% ფრუქტოზას. გახსოვს პირველ პროდუქტზე რაც ვთქვი, ფრუქტოზა მხოლოდ ღვიძლი ამუშავებს, ეს ახლაც ასეა. თაფლი ბუნებრივია, კი, მაგრამ ფრუქტოზა ბუნებრივი თაფლიდანაც ღვიძლისთვის ზუსტად იმავე გზით ამუშავდება, როგორც ჩვეულებრივი შაქლიდან. ქართველი კულტურა თაფლს ყველაფერზე ასხამს, ჩაიზე, პურზე, ხაჭოზე, ყოველდილა. ბავშვს ჩაიში 10 კოვზი თაფლი ეყრება. ეს გამრავლებული დღეების, კვირების, წლების განმავლობაში ღვიძლს ფრუქტოზის სისტემატურ ზეტვირთს ქმნის. სწორი გამოყენება დღეში 1, მაქსიმუმ 2 ჩაის კოვზი, სამკურნალო მიზნებისთვის, არა სტატუსმინდობით. ბავშვს 10 კოვზი ნაცვლად 1.
ახლა კი, სანამ ამ ვიდეოს დასრულებ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს ვიდეო ისე ავაწყე, რომ ინფორმაცია გქონდეს. მაგრამ ინფორმაცია მარტო საკმარისი არ არის. ერთი კვირის განმავლობაში გააკეთე ეს 4 რამ. პირველი, გადახედე შენს მაცივარს. ნახე, რამდენი ტკბილი სასმელი, გადამუშავებული პროდუქტი და ჭარბი ნატრიუმის მქონე საკვებია. მეორე, შეამოწმე სისხლი. ეთხოვე ექიმს ALT, AST, GGT. ეს ღვიძლის ფერმენტების ანალიზებია. ისინი პირველები რეაგირებენ. მათი ნორმიდან გადახრა ადრეული სიგნალია. მესამე, ალკოჰოლის შეამცირე. არ ვამბობ სრულად გათქვი. ვამბობ, ღვიძლს ჭირდება 3-4 დღე კვირაში ალკოჰოლის გარეშე, რომ რეგენერაცია მოახდინოს. მეოთხე, წყალი, ჩვეულებრივი სუფთა წყალი. ღვიძლის ტოქსინების გამოდევნა წყალზეა დამოკიდებული, 2 ლიტრამდე დღეში. ეს არ არის ბევრი, ეს ნორმაა. ეს ვიდეო თუ სასარგებლო იყო, გააზიარე, სერიოზულად, არა ლაიქისთვის, არამედ იმიტომ, რომ შენს ახლობელს შეიძლება ეს ინფორმაცია ახლავე ჭირდებოდეს. ღვიძლის ჩუმა დავდება. ამ ვიდეოს ნახვამ შეიძლება ვინმეს ადრეული დიაგნოზი გადაარჩინოს. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ 3 პროდუქტზე, რომლებიც პირიქით ღვიძლს ეხმარება. ახლა კი, ყველა ვინც ბოლომდე უყურა, ეს ერთი კომენტარი დატოვე, ნახული. იმიტომ რომ ვიცოდე, ეს ინფორმაცია ადამიანებამდე მივიდა. ნახე.